1994 წლის ივლისის 30 რიცხვს, პარიზის მე-16 არონდისმენტის პატარა სასტუმროში, სადაც კიბეები ვიწრო იყო და ბინები ყოველთვის ცოტა ბნელი, ერთი ქალი ფანჯრიდან ეძებდა რაღაცას ქუჩაში. მისი სახელი ელენ ბრაიტი იყო, 45 წლის ამერიკელი ქალი ოჰაიოს შტატიდან, პატარა ქალაქიდან სახელად აკრონი, რომელიც თავის 22 წლის ქალიშვილთან ერთად ჩამოსული იყო საფრანგეთში. მისი ქალიშვილის სახელი კლერი იყო, წყნარი გოგონა, რომელსაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და ყოველთვის ატარებდა ციგნს ხელჩანთაში. ისინი ორივე პირველად იყვნენ ევროპაში და არც ბევრი ფული ჰქონდათ, არც დიდი გეგმები, მხოლოდ უბრალო სურვილი რაღაც ახალის ნახვისა და იქნებ ერთმანეთთან ოდნავ უფრო ახლოს ყოფნისა, რადგან წლების განმავლობაში მათი ურთიერთობა ყოველთვის იყო რთული და დისტანციური. იმ დილით, როცა მზე ჯერ კიდევ ახალი იყო და ქალაქი ჯერ არ გაღვიძებულა, სასტუმროს რეცეფციაზე მომუშავე ახალგაზრდა კაცი სახელად ჟან-ლუკ მონტებელო, რომელსაც 27 წელი ჰქონდა და რომელიც იმუშავებდა ღამის ცვლაში უკვე 3 წლის განმავლობაში, შეამჩნევდა, რომ მეორე სართულზე ნომერი 314 ღია იყო და არავინ გამოსულიყო ნახევარი დღის განმავლობაში. მან ორჯერ დაუძახა კიბეებზე ზემოთ, მაგრამ არავინ უპასუხა. შუადღის 2 საათზე, როცა დალაგების პერსონალი ავიდა იქ საწოლების გასაკეთებლად, ისინი იპოვეს ოთახი ცარიელი, მაგრამ არა დატოვებული, ორივე საწოლი იყო გაშლილი და ცოტა არეული, ფანჯარა ნახევრად ღია, სანთლავზე 2 ხელჩანთა აკურატად დადებული ერთი მეორის გვერდით, და იქ, პატარა მაგიდაზე, იდო 2 ამერიკული პასპორტი, 2 საფული, რომელშიც იყო ფული და ბარათები და რამდენიმე თეატრალური ბილეთი, რომლებიც იყო იმ საღამოსთვის. თითქოს ვიღაც უბრალოდ გასეირნებაზე გასულიყო და უნდა დაბრუნებულიყო წუთებში, მაგრამ ელენი და კლერი ბრაიტები აღარასოდეს დაბრუნდნენ. ჟან-ლუკმა პირველ რამდენიმე საათს ელოდა გაუგებრობით და ოდნავ შეშფოთებული. იქნებ მათ უბრალოდ წავიდნენ სადღაც და დაგვიანდებოდათ. იქნებ მათ შეხვდნენ ვინმეს და დარჩნენ სადმე. პარიზში ეს ხდება ხოლმე. ტურისტები დაბნეულობენ, კარგავენ დროს და ივიწყებენ სად იყვნენ. მან დაელოდა საღამომდე და როცა ღამე დადგა და ისინი კვლავ არ გამოჩნდნენ და ფანჯარა კვლავ ღია იყო და ნივთები კვლავ იმავე ადგილას, მან დაურეკა პოლიციას და უთხრა, რომ რაღაც შეიძლება არ იყოს კარგად. პოლიცია მოვიდა იმავე ღამეს, 2 ოფიცერი, რომლებმაც შეხედეს ოთახს და დაუსვეს კითხვები ჟან-ლუკს და სასტუმროს დირექტორს, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ნომერი დაჯავშნული იყო 1 კვირისთვის, გადახდა უკვე მოხდილი, 2 ამერიკელი ქალი, დედა და ქალიშვილი, ჩამოსულიყვნენ 5 დღის წინ და ყველაფერი ნორმალურად ჩანდა. პირველ რამდენიმე დღეში პოლიცია არ აძლევდა საქმეს ძალიან სერიოზულად. 2 უცხოელი ქალი დიდ ქალაქში, შეიძლება წავიდნენ სადმე და დაივიწყეს სასტუმროში დაბრუნება. შეიძლება შეხვდნენ ვინმეს და გადაწყვიტეს რაიმე სხვა. შეიძლება ჰქონდეთ პრობლემა და იყვნენ სადმე საავადმყოფოში ან სხვა ადგილას და მალე გამოჩნდებოდნენ. მაგრამ დღეები გადიოდა და არაფერი. საფრანგეთში ყოველწლიურად 10,000-ობით ადამიანი იკარგება, ზოგი რამდენიმე საათით, ზოგი რამდენიმე დღით, ზოგი სამუდამოდ და ბევრი მათგანი უბრალოდ ჩნდება და ყველაფერი კარგად არის. მაგრამ ელენი და კლერი არ გამოჩნდნენ. ამერიკაში, აკრონში, ელენის დედა რութ ბრაიტი, რომელსაც იმ დროს 76 წელი ჰქონდა და რომელიც ცხოვრობდა პატარა ბინაში მარტო უკვე 10 წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც მისი ქმარი გარდაიცვალა, ელოდებოდა ზარს. ელენმა უთხრა, რომ საფრანგეთში იქნებოდა 2 კვირა და დარეკავდა, როცა დაბრუნდებოდა. მაგრამ 2 კვირა გავიდა და ელენმა არ დარეკა. რუთმა პირველად ფიქრობდა, რომ იქნებ საზღვარგარეთიდან ტელეფონის დარეკვა რთული იყო, ან ძვირი, ან იქნებ ელენი უბრალოდ გადადებდა. მეორე კვირის ბოლოს, როცა კვლავ არაფერი ესმოდა და დაწყებული იყო შფოთვა, რუთმა დაურეკა ინფორმაციას და იპოვა ნომერი იმ სასტუმროსი, რომელშიც ელენმა უთხრა, რომ დარჩებოდა. მან დაურეკა და ერთმა ქალმა, რომელიც ცდილობდა ინგლისურად ლაპარაკს, უთხრა, რომ ელენი და კლერი აღარ იყვნენ იქ, რომ მათ დატოვეს ყველა ნივთი და გაქრნენ, რომ პოლიცია ეძებდა, მაგრამ ჯერ არაფერი იყო. რუთმა არ გაიგო კარგად. მან ჰკითხა კვლავ და ბოლოს ქალმა უბრალოდ უთხრა, რომ მან უნდა დაერეკა პოლიციას პარიზში ან ამერიკულ საელჩოს. რუთი არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. მას არ ჰქონდა ფული საფრანგეთში გასაფრენად. მას არ ესმოდა ფრანგული ენა. მას არ ჰყავდა ვინმე, ვინც შეეძლო დახმარება. მან დაურეკა ამერიკულ საელჩოს პარიზში და ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ძალიან ზრდილობიანი იყო, უთხრა, რომ ისინი იცოდნენ საქმის შესახებ, რომ ისინი თვალს ადევნებდნენ, რომ პოლიცია აგრძელებდა ძიებას, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ იყო. მან დაურეკა ადგილობრივ პოლიციას აკრონში, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ამერიკაში ვერაფერს გააკეთებდნენ, რადგან საქმე საფრანგეთში იყო და მათ არ ჰქონდათ იურისდიქცია. რუთი დარჩა ერთ პატარა ბინაში და ელოდებოდა. ყოველ დღეს. ყოველ ღამეს.
ელოდებოდა ზარს, ელოდებოდა წერილს, ელოდებოდა რაიმე ინფორმაციას, მაგრამ არაფერი მოვიდა. პოლიციამ პარიზში გააგრძელა ძიება რამდენიმე თვის განმავლობაში. მათ გამოიკვლიეს სენის მდინარის ნაპირები, სადაც ხშირად აღმოაჩენდნენ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იქ აღმოჩნდებოდნენ. არაფერი იყო. მათ შეამოწმეს ყველა საავადმყოფო რეგიონში, ყველა მიცვალებულთა სახელი, ყველა თავშესაფარი, ყველა პოლიციისგან ყოფილება, ყველა იდენტიფიცირებული ადამიანი, რომელიც მოხვანდათ ან იპოვეს იმ თვეებში. არაფერი არ დაემთხვა. მათ დაუსვეს კითხვები სასტუმროს ყველა მომუშავეს, ყველა მეზობელ ბიზნესს, ყველა კაფეს და მაღაზიას იმ ქუჩაში და მახლობლად. არავინ გახსენდა ორი ამერიკელი ქალის დანახვა იმ დილით ან იმ დღეს ან შემდეგ. ერთი კაცი, რომელიც იმუშავებდა პატარა ბულანგერში, თქვა, რომ იქნებ გახსენებდა ორ ქალს, რომლებმაც იყიდეს პური ერთ დილით, მაგრამ არ იყო დარწმუნებული და არ იცოდა იყვნენ თუ არა ისინი ამერიკელები. ეს იყო ყველაფერი. ერთი წლის შემდეგ, 1995 წლის აგვისტოში, პოლიციამ საქმე დახურა. მათ უთხრეს რუთს და ელენის ყოფილ ქმარს რიჩარდ ვუდს, რომელიც ცხოვრობდა ინდიანაში და რომელსაც იმ დროს 49 წელი ჰქონდა, რომ ყველა შესაძლებლობა ამოწურული იყო, რომ არანაირი მტკიცებულება არ იყო, არანაირი მოწმე, არანაირი კვალი, არაფერი რაც მიუთითებდა იმაზე თუ რა მოხდა. მათ უთხრეს, რომ ორი შესაძლებლობა იყო, პირველი, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა და მათ ვერ იპოვეს სადაც და როგორ, მეორე, რომ ისინი განზრახ გაქრნენ და არ უნდოდათ, რომ ვინმე მიცოდა სად იყვნენ. მათ უთხრეს, რომ საქმე დარჩებოდა ღია ფაილებში და თუ რამე ახალი გამოჩნდებოდა, ისინი კვლავ დაიწყებდნენ, მაგრამ ახლა აღარ იქნებოდა აქტიური ძიება. რუთი დარჩა ბინაში და ელოდებოდა. ის არ მიიღო აზრად, რომ მისი ქალიშვილი და შვილიშვილი უბრალოდ აღარ იყვნენ. ის არ მიიღო აზრად, რომ შეიძლება არასოდეს გაიგოს რა მოხდა. ის ინახავდა კლერის ძველ საძინებელს ისე როგორც იყო, პოსტერები კედლებზე, წიგნები თაროზე, ფოტოები მაგიდაზე და ყოველ კვირას მის იღებდა ინახავდა სუფთა, თითქოს კლერი მალე დაბრუნდებოდა და მას სჭირდებოდა სუფთა ოთახი. რიჩარდი ცდილობდა ცხოვრებას განეგრძო. მან შეხვდა სხვა ქალს და ქორწინდა, ჰყავდა 3 შვილი, მაგრამ ყოველთვის იყო რაღაც რაც აკლდა და რაზეც ის არ ლაპარაკობდა. ყოველ წელს ივლისის 30-ს იმ დღეს, როცა ელენი და კლერი გაქრნენ, ის იჯდა მარტო და ცდილობდა გაიგო რა მოხდა, მაგრამ არასოდეს იყო პასუხი. დრო გადიოდა. 1996, 1997, 1998, 1999, 2000. წლები ერთმანეთს ემატებოდა და საქმე ღრმად და ღრმად იხვეწებოდა ინტერნეტის ძველ ფაილებში და დავიწყებული სტატიების მწკრივში. ზოგიერთ ჟურნალისტმა დაწერა სტატია პირველ თვეებში, მაგრამ შემდეგ დაივიწყეს. ზოგიერთმა ტელევიზიამ იჩვენა ფოტოები ელენისა და კლერისა და თქვა, რომ ვინც იცოდა რამე, დაერეკა, მაგრამ არავინ დარეკა. ამერიკულ საელჩოში პარიზში მათი საქმე გადავიდა არქივში. პოლიციის მონაცემთა ბაზაში მათი სახელები კვლავ იყო, მაგრამ უკვე არავინ აგრძელებდა აქტიურად ძიებას. ისინი გახდნენ ორი სახელი 10,000 სხვა სახელის შორის, ორი ქალი, რომლებიც ერთხელ იყვნენ აქ და შემდეგ აღარ იყვნენ და არავინ იცოდა რატომ. 2001 წელს ნიუ-იორკში რაღაც მოხდა და მთელმა მსოფლიომ იცოდა და ამის შემდეგ ადამიანებმა დაიწყეს დაკარგული ადამიანების ძიება განახლებული სიმძაფრით და დიდი ყურადღებით, მაგრამ ელენისა და კლერის საქმე არავინ გახსენებულა. ის უკვე ძველი საქმე იყო, ის უკვე დავიწყებული საქმე იყო, ის უკვე საქმე იყო, რომელიც არავის აღარ აინტერესებდა. 2003 წელს რუთ ბრაიტი ავად გახდა. მას აღმოაჩინეს ფილტვების პრობლემა და ექიმებმა უთხრეს, რომ დრო შეზღუდული იყო. მან უთხრა რიჩარდს, როცა ის მოვიდა მის სანახავად, რომ ერთადერთი რაც უნდოდა სანამ გარდაიცვლებოდა, ის იყო იმის ცოდნა, რა მოუვიდათ მის ქალიშვილსა და შვილიშვილს, მაგრამ რიჩარდმა არ შეეძლო მისთვის ეს პასუხის გაცემა. 2005 წლის თებერვალში, 9 წლის შემდეგ დაცდენისა, რუთი ბრაიტი გარდაიცვალა თავის ძველ ბინაში, მარტო ღამით. მას 77 წელი ჰქონდა. მის დასაფლავებაზე ძალიან ცოტა ადამიანი მოვიდა. რიჩარდი იქ იყო. რამდენიმე ძველი მეზობელი. რამდენიმე ადამიანი ეკლესიიდან. მოდელმა თქვა, რომ რუთი ახლა მშვიდობაში იყო და რომ ის ახლა იყო იმ ადგილას, სადაც ყველა ტკივილი და სევდა და მოთმენა მთავრდება, მაგრამ რიჩარდმა არ იცოდა სჯეროდა თუ არა, რომ ასეთი ადგილი არსებობდა. წლები აგრძელებდა გავლას. 2006, 2007, 2008, 2009. ელენისა და კლერის საქმე უფრო და უფრო ღრმად და უფრო დავიწყებული იყო. მათი სახელები კვლავ იყო ზოგიერთ მონაცემთა ბაზაში, მაგრამ არავის აღარ ეძებდა. მათი ფოტოები კვლავ იყო ზოგიერთ ძველ ვებსაიტზე, მაგრამ არავის აღარ უყურებდა.
ისინი გახდნენ მხოლოდ კიდევ ერთი საიდუმლო, კიდევ ერთი გაუგებარი ისტორია, კიდევ ერთი რამ, რომელსაც არავინ იცნობდა პასუხს. 2010 წლის ივნისში, 16 წლის შემდეგ, რაღაც საინტერესო მოხდა. ფრანგი ქალი, სახელად იზაბელ დიდიე, რომელსაც იმ დროს 54 წელი ჰქონდა და რომელიც ცხოვრობდა პარიზში და იმუშავებდა როგორც ფოტოგრაფი დოკუმენტური პროექტებისთვის, მოგზაურობდა სამხრეთ საფრანგეთში, პატარა ქალაქ მონპელიეში, რომელიც მდებარეობდა შუა ზღვის სანაპიროზე, დაახლოებით 900 კილომეტრი პარიზიდან. იზაბელი აფოტოებდა ძველ შენობებს და ბაზრების მოედნებს ერთი წიგნის პროექტისთვის, რომელიც იყო საფრანგეთის დავიწყებული ადგილების შესახებ. ერთ დღეს, როცა ის დადიოდა ძველი ბაზრის გვერდით, მან დაინახა პატარა გალერეა, სადაც ყიდულობდნენ ძველ ფოტოებს, წიგნებს, ვიდეოებს, პატარა ანტიკურ ნივთებს. მან შევიდა უბრალოდ ცნობის მოყვარეობით. გალერეის მფლობელი იყო ძველი კაცი სახელად ანრი რუსო, რომელსაც 70 წელზე მეტი ჰქონდა და რომელიც ამ ბიზნესს აკეთებდა 40 წლის განმავლობაში. მან ახსნა იზაბელს, რომ მას ჰქონდა დიდი კოლექცია ფოტოების, რომლებიც შეაგროვა საფრანგეთის სხვადასხვა კუთხიდან, ძველი ოჯახებისგან, ლაშქრობებიდან, ადამიანებისგან, რომლებიც არღვევდნენ სახლებს ან ტოვებდნენ ქალაქს და არ უნდოდათ ძველი ნივთების წაღება. იზაბელი დათვალიერებდა ყუთებს და პაკეტებს, როცა იპოვა ერთი ფოტო, რომელიც მას საინტერესო მოეჩვენა. ფოტოზე იყო ორი ქალი, რომლებიც იდგნენ პატარა კაფეს ან რესტორნის წინ ქუჩაზე. მათ აცვიათ მარტივი ზაფხულის ტანსაცმელი, მსუბუქი შარვალი და მაისურები, და ისინი არ იყვნენ გაღიმებული, მაგრამ არც სევდიანები, უბრალოდ იდგნენ იქ და უყურებდნენ ფოტოგრაფს. ფოტოს უკანა მხარეს იყო წარწერა ხელით, Montpellier 1997, მონპელიე, ზაფხული 1997. იზაბელმა იყიდა ფოტო 2 ევროსთვის და წაიღო სახლში პარიზში. რამდენიმე დღეში მას ოდნავ დაავიწყდა, რადგან ის ჰქონდა ასობით სხვა ფოტო და იყო დაკავებული სხვა პროექტებით. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ 2010 წლის სექტემბერში, როცა ის ეძებდა ინფორმაციას ინტერნეტში ფრანგული ფოტოების ისტორიის შესახებ, მან შემთხვევით იპოვა ერთი ძველი სტატია 1994 წლიდან. სტატია ამბობდა ორი ამერიკელი ქალის, დედისა და ქალიშვილის გაქრობის შესახებ პარიზში. იქ იყო ფოტოები, ძველი და ცოტა ბუნდოვანი, მაგრამ საკმარისად მკაფიო. ელენ ბრაიტი 45 წლის და კლერ ბრაიტი 22 წლის. იზაბელმა შეხედა ფოტოებს ყურადღებით და შემდეგ, რაღაცის გამო, მან შეხედა იმ ფოტოს, რომელიც იყიდა მონპელიეში. მან შეხედა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ. ის იგივე ქალები იყვნენ. ან ძალიან ჰგვანდნენ. ან იზაბელი ცდებოდა. იზაბელი არ იყო სრულიად დარწმუნებული. ფოტო მონპელიედან არ იყო ძალიან მკაფიო და სახეები იყო ცოტათი დისტანციური და ბუნდოვანი. მაგრამ თმა, პოზა, მსგავსება, ყველაფერი ძალიან ახლოს იყო. და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თარიღი, 1997 წლის ზაფხული. ეს იყო 3 წლის შემდეგ, რაც ისინი გაქრნენ პარიზში. პირველად იზაბელმა არ იცოდა რა უნდა გაიკეთებინა. ის დუმდა რამდენიმე დღე და ცდილობდა გაიგო ეს რაიმე მნიშვნელოვანი თუ უბრალოდ შემთხვევა, უბრალოდ ორი ქალი, რომლებიც ჰგავდნენ ორ სხვა ქალს. მაგრამ რაღაც მას ეუბნებოდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ შემთხვევა. შემდეგ მან გადაწყვიტა დაურეკა ადგილობრივ პოლიციას მონპელიეში. მან უთხრა, რაც იპოვა და რა ფიქრობდა. პოლიციელმა, რომელმაც უპასუხა ტელეფონზე, ყურადღებით მოусმინა და უთხრა, რომ ისინი გაამოწმებდნენ და თუ რამე იქნებოდა დაუკავშირდებოდნენ. 2 კვირა გავიდა და არავინ დაურეკა უკან. იზაბელმა კვლავ დაურეკა და ამჯერად სხვა პოლიციელმა უპასუხა და უთხრა, რომ არ იცოდა ამის შესახებ და თხოვდა, რომ განმეორებით ეთქვა. იზაბელმა განმეორებით აუხსნა ყველაფერი და პოლიციელმა თქვა, რომ დაამოწმებდა და დაურეკავდა, მაგრამ კვლავ არაფერი მოხდა. იზაბელმა გადაწყვიტა საქმე თავად გამოეძიებინა. მან წავიდა კვლავ მონპელიეში და იპოვა გალერეა, სადაც იყიდა ფოტო. მან ჰკითხა ანრი რუსოს, ძველ კაცს, საიდან ჰქონდა ის ფოტო. ანრიმ ცდილობდა გამოეხსენებინა და თქვა, რომ ის იყიდა ალბათ 10 წლის წინ, ან იქნებ მეტი, დიდი ლაშქრობიდან, სადაც ადამიანები მოჰქონდათ ძველი ნივთები, რომლებიც აღარ სჭირდებოდათ. მან არ იცოდა ვინ გაყიდა. ის იყო ძალიან დიდი ხნის წინ. იზაბელმა ჰკითხა იყო თუ არა რამე ინფორმაცია, ვინმეს სახელი, ტელეფონის ნომერი, რამე. ანრიმ თქვა, რომ არა, არაფერი, ის იყო ბევრი წლის წინ და ის არ ინახავდა ასეთ ჩანაწერებს. იზაბელმა კვლავ დაურეკა პოლიციას, ამჯერად უფრო მაღალ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა უფრო მეტი ძალა. მან უთხრა ყველაფერი, რაც იცოდა და რაც იპოვა. პოლიციელმა, რომელიც ამჯერად გაცილებით ყურადღებიანი იყო და რომელმაც რეალურად მოусმინა, თქვა, რომ ისინი შეამოწმებდნენ ძველ ფაილებს და თუ რამე იპოვნენ, დაუკავშირდებოდნენ.
კიდევ ერთი თვე გავიდა და ამჯერად მათ რეალურად დაურეკეს და უთხრეს, რომ მათ იპოვეს საქმე 1994 წლიდან და რომ ისინი აგრძელებდნენ ძიებას. ამავდროულად ამერიკაში, ინდიანაში რიჩარდ ვუდი, რომელსაც უკვე 59 წელი ჰქონდა და რომელიც ახლახან პენსიაზე გავიდა თავისი სამუშაოდან შენობების კომპანიაში, ცხოვრობდა პატარა სახლში თავის მეორე ცოლთან, სუზანთან და თავის სამ თაობასთან. მას ჰქონდა ახალი ცხოვრება, ახალი ოჯახი, ახალი ყოველდღიურობა, მაგრამ მან არასოდეს შეწყვიტა ფიქრი ელენისა და კლერის შესახებ. ყოველ წელს ივლისის 30-ს იმ დღეს, როცა ისინი გაქრნენ, ის იჯდა მარტო ვერანდაზე და ცდილობდა გაეგო რა მოხდა და რატომ, მაგრამ არასოდეს იყო პასუხი და ყოველწლიურად ეს დღე ხდებოდა უფრო და უფრო რთული. 2010 წლის ნოემბერში რიჩარდს მოულოდნელად მოუვიდა წერილი ფრანგული პოლიციიდან. წერილი ინგლისურად იყო დაწერილი და ამბობდა, რომ ახალი ინფორმაცია გამოჩნდა მისი ყოფილი ცოლისა და ქალიშვილის საქმეზე და რომ პოლიციას თხოვდა მას რამე დამატებითი დეტალის გაზიარებას, რაიმე რამ რაც შეეძლოთ იდენტიფიკაციაში დახმარება. იყო თუ არა რაიმე გამორჩეული ფიზიკური ნიშნები, ტატუები, ალამები, დაბადების ნიშნები, რაიმე რამ. რიჩარდმა წაიკითხა წერილი 2-ჯერ და 3-ჯერ და 10-ჯერ, რადგან თავი არ სჯეროდა, რომ 16 წლის შემდეგ რაღაც ახალი იყო. მან უპასუხა იმდიელად. მან გაუგზავნა ყველაფერი, რაც იცოდა. კლერს ჰქონდა პატარა ალამი მარჯვენა მუხლზე, როცა ის 5 წლის იყო, დაეცა ველოსიპედიდან და ჰქონდა მცირე ნაწიბური, რომელიც ჰქონდა შეხორცებული და დარჩა თეთრი ვიწრო ხაზი. ელენს ჰქონდა დაბადების პატარა ნიშანი კისრის მარცხენა მხარეს, ოდნავ უკან, რომელიც იყო მუქი წითელი ფერის და რომელსაც ის ყოველთვის ფარავდა თმით ან შარფით. ეს იყო ყველაფერი, რაც რიჩარდმა იცოდა. რამდენიმე კვირა გავიდა და შემდეგ მას დაურეკეს. ფრანგი ოფიცერი, რომელიც ლაპარაკობდა კარგ ინგლისურად, მაგრამ ცოტა აქცენტით, უთხრა რიჩარდს, რომ ისინი იპოვეს ფოტო მონპელიეში, ქალაქში სამხრეთ საფრანგეთში, ფოტო, რომელიც შესაძლოა იყოს ელენი და კლერი, და რომ ეს ფოტო გადაღებული იყო 1997 წელს, 3 წლის შემდეგ მათი გაქრობის შემდეგ. ოფიცერმა ასევე უთხრა, რომ ისინი ეძებდნენ ვინმეს, ვინც იცნობდა მათ იმ დროს იმ ქალაქში, მაგრამ ჯერ არაფერი იყო, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ. რიჩარდმა ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს. თუ ისინი იყვნენ ცოცხალი 1997 წელს, სად იყვნენ? რატომ არ დაბრუნდნენ? რატომ არ დაურეკეს? რატომ არ უთხრეს არავის? ოფიცერმა უთხრა, რომ ისინი ჯერ არ იცოდნენ და რომ ისინი ცდილობდნენ გაეგოთ. მომდევნო თვეები რიჩარდს გაუვიდა ლოდინში და შფოთვაში და ძებნაში. მან ცდილობდა თავად იპოვოს რამე ინტერნეტში. მან დაურეკა ამერიკულ საელჩოს პარიზში. მან დაურეკა ყველა ნომერს, რომელიც იპოვა. მაგრამ არავის შეეძლო მას დაეხმარა, რადგან არავინ იცოდა მეც ვიდრე ის, რაც უკვე ეცოდინა. 2011 წლის მარტში მოხდა რაღაც. პოლიციამ იპოვა ერთი ქალი სახელად სოფი ლარივიერი, რომელიც ცხოვრობდა მონპელიეში და იმუშავებდა პატარა სასურსათო მაღაზიაში ძველ ქალაქის ცენტრში. სოფიმ, რომელსაც იმ დროს 45 წელი ჰქონდა, დაინახა გაზეთში სტატია დაკარგული ამერიკელი ქალების შესახებ და ფოტო მონპელიედან და რაღაც მას გახსენდა. მან დაურეკა პოლიციას და უთხრა, რომ ის ახსოვდა 2 უცხოელი ქალი, რომლებიც 1997 წელს ზაფხულში ხშირად დადიოდნენ მისი მაღაზიის გვერდით და ზოგჯერ შიგ შედიოდნენ რაღაცის სასყიდლად. მათ ყოველთვის ყიდულობდნენ იმავე რამეს: პური, ყველი, წყალი, ზოგჯერ ხილი. მათ არ ლაპარაკობდნენ ბევრი. მათ ჩანდათ, რომ ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას თავიდან აეცილებინათ და იყვნენ ძალიან წყნარი. სოფიმ თქვა, რომ მან ერთხელ სცადა მათთან ლაპარაკი ფრანგულად, მაგრამ ისინი ძალიან ზრდილობიანად, მაგრამ მოკლედ უთხრეს, რომ არ ესაუბრათ ფრანგულად და ცდილობდნენ გასაგებად თქმა, რაც სჭირდებოდათ ხელების მოძრაობებით. სოფიმ ასევე გახსენდა, რომ უფროსი ქალი, რომელიც შეიძლება იყოს დედა, ყოველთვის ატარებდა შარფს კისერზე, მაშინაც კი როცა ძალიან ცხელა იყო და ეს იყო უცნაური. სოფიმ თქვა, რომ იმ თვის ბოლოს, ალბათ აგვისტოში 1997 წელს, მან აღარ დაინახა ისინი. მან ფიქრობდა, რომ ისინი წავიდნენ როგორც ბევრი ტურისტი ზაფხულის ბოლოს. პოლიციამ ჰკითხა, სოფის იყო თუ არა რამე სხვა, რასაც ახსოვდა. სოფიმ ფიქრობდა და თქვა, რომ არა, მხოლოდ ეს. მათ ჩანდათ, რომ იყვნენ ღარიბი ან არ ჰქონდათ ბევრი ფული, რადგან ყოველთვის ყიდულობდნენ ყველაზე იაფ რაღაცეებს. რიჩარდს ყველა ეს ინფორმაცია გაუგია, როცა ოფიცერმა კვლავ დაურეკა და უთხრა. რიჩარდმა ისევ ჰკითხა იგივე კითხვა: რატომ? რატომ იყვნენ ისინი მონპელიეში? რატომ არ დაბრუნდნენ? რატომ არ დაურეკეს? ოფიცერმა დუმდა ცოტა ხანს და შემდეგ უთხრა რაღაც, რაც რიჩარდმა არ იყო მზად მოსმენად.
მან თქვა, რომ ერთი შესაძლებლობა იყო, რომ იქნებ ისინი არ უნდოდათ, რომ ვინმე მიცოდა სად იყვნენ. იქნებ ისინი არ უნდოდათ დაბრუნებულიყვნენ. რიჩარდმა ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს და ოფიცერმა ახსნა, რომ ზოგჯერ ადამიანები ქრებიან, რადგან ისინი გაურბიან რაღაცას. ზოგჯერ ისინი ქრებიან, რადგან ისინი არ ინდობიან ვინმეს. ზოგჯერ ისინი ქრებიან, რადგან უბრალოდ ირჩევენ ახალ ცხოვრებას და არ უთხრებიან ძველს. ოფიცერმა თქვა, რომ ეს იყო მხოლოდ შესაძლებლობა და რომ არ იყო დარწმუნებული, მაგრამ რომ ზოგჯერ ეს ხდება. რიჩარდი არ ესმოდა. მან თქვა, მაგრამ ჩვენ ვიყავით მათი ოჯახი. მე ვიყავი კლერის მამა. რუთი იყო ელენის დედა. რატომ არ დაგვირეკავდნენ? რატომ არ გვითხრეს? ოფიცერს არ ჰქონდა პასუხი ამ კითხვაზე. შემდეგი თვეების განმავლობაში პოლიციამ შეეცადა იპოვოს მეტი. მათ დაუშვეს კითხვები ყველა მაღაზიაში, სასტუმროში, კაფეში, რესტორანში მონპელიეში, ადგილებს, რომლებმაც შეიძლება დაინახეს ორი ამერიკელი ქალი 1997 წელს ზაფხულში. ბევრმა არ გახსენებდა. ზოგიერთმა გახსენდა ვაგად, მაგრამ არ იყო დარწმუნებული. მაგრამ არავინ იცოდა რა მოხდა მათ შემდეგ და სად წავიდნენ. ერთი ძველი კაცი, სახელად პიერი მარშალი, რომელიც იმუშავებდა პატარა საჯარო ბიბლიოთეკაში, გახსენდა, რომ ორი ქალი ხშირად დადიოდა იქ იმ ზაფხულში. ისინი კითხულობდნენ. ისინი ყოველთვის იჯდნენ კუთხეში და არ ლაპარაკობდნენ ვინმესთან. პიერმა თქვა, რომ ერთხელ როცა ის დახურა ბიბლიოთეკას საღამოს, მან დაინახა ახალგაზრდა ქალი, უმცროსი, გარეთ მარტო მჯდომი ერთ სკამზე. ის ტიროდა. პიერმა ჰკითხა ფრანგულად და შემდეგ ინგლისურად, თუ ყველაფერი კარგი იყო და თუ შეეძლო დახმარება, მაგრამ ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია და წავიდა. პიერმა თქვა, რომ ეს იყო ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში. ეს იყო ყველაფერი. მეტი არაფერი იყო. არანაირი სხვა ინფორმაცია. არანაირი სხვა კვალი. არანაირი სხვა ადგილი, სადაც ვინმემ დაინახა ისინი. რიჩარდმა დაიწყო თავისი მეხსიერების გადათვლა იმ წლების შესახებ, როცა ის ცხოვრობდა ელენთან. მათ ჰქონდათ პრობლემები. მათ ხშირად უჩხუბიათ. ელენი ყოველთვის იყო უბედური და უჩუმარი. კლერი იყო დისტანციური და ხშირად უცხო. მათ განქორწინდნენ, როცა კლერი იყო 7 წლის. რიჩარდმა არ ნახა კლერი ბევრი წლის განმავლობაში შემდეგ, რადგან ელენმა გადაინაცვლა სხვა შტატში და არ უნდოდა კონტაქტი. მაგრამ რიჩარდი არასოდეს ფიქრობდა, რომ ისინი წავიდოდნენ და აღარ დაბრუნდებოდნენ. მან არასოდეს ფიქრობდა, რომ ისინი ამას ირჩევდნენ. 2011 წლის მაისში პოლიციამ კიდევ ერთი მცირე დეტალი იპოვა. ერთმა ქალმა, რომელიც იმუშავებდა რეგიონულ საავადმყოფოში მონპელიეში, დაინახა სტატია გაზეთში და გახსენდა, რომ 1997 წლის ივლისში ერთი უცხოელი ქალი, დაახლოებით 50-იანი წლების, მოვიდა სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. ის იყო დაბნეული და არ ლაპარაკობდა ფრანგულად. მედმუშაკებმა ცდილეს დახმარება, მაგრამ ქალმა თქვა, რომ მან უბრალოდ დაივიწყა რამე წამლის მიღება და ახლა უკეთ იყო და უნდოდა წასვლა. შემდეგ ის წავიდა და არ დაბრუნდა. ქალს, რომელმაც ეს გახსენდა, ეძახდა ანმარი და მან თქვა, რომ ჩანდა, რომ ქალი იყო შეშფოთებული და შეშინებული, მაგრამ არა იმიტომ, რომ ავად იყო, არამედ იმიტომ, რომ არ უნდოდა იქ ყოფნა და არ უნდოდა ვინმე ენახა. პოლიციამ შეამოწმა საავადმყოფოს ჩანაწერები იმ დღის, მაგრამ არაფერი იყო, რადგან ქალი არ დარჩა და არ ჩაწერეს არანაირი ოფიციალური დოკუმენტი. რიჩარდს ყოველ ღამეს ეძინა ცუდი სიზმრებით. ის ცდილობდა გაეგო რატომ. რატომ დატოვეს ისინი? რატომ არ დაურეკეს? რა მოხდა იქ პარიზში? რა მოხდა იქ მონპელიეში? და რატომ, როცა ისინი ჰქონდათ საშუალება დაბრუნებულიყვნენ, მათ არ ისარგებლეს? თვეები გავიდა და კვლავ არაფერი. პოლიციამ უთხრა რიჩარდს, რომ მათ შეეძლოთ აგრძელონ ძიება, მაგრამ შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ისინი არ იცოდნენ, სად ყოფილიყვნენ ელენი და კლერი 1997 წლის აგვისტოს შემდეგ. ისინი არ იცოდნენ იყვნენ თუ არა ისინი კვლავ საფრანგეთში. ისინი არ იცოდნენ იყვნენ თუ არა ისინი კვლავ ცოცხალი. რიჩარდმა ჰკითხა, რას ფიქრობდა ოფიცერი პირადად. ოფიცერმა დუმდა დიდი ხნის განმავლობაში და შემდეგ უთხრა, რომ მან პირადად ფიქრობდა, რომ ისინი გადაწყვიტეს რაღაც და არ უთხრეს არავის. რატომ? ის არ იცოდა. მაგრამ ზოგჯერ ადამიანები რაღაცას გადაწყვეტენ და ეს არის მათი არჩევანი და ჩვენ ვერ გავიგებთ. 2012 წლის სექტემბერში რიჩარდმა უთხრა ოფიციალურად პოლიციას, რომ მან შეწყვიტა. მას არ ჰქონდა მეტი ძალა. მას არ ჰქონდა მეტი დრო. მას არ ჰქონდა მეტი იმედი.
მან უთხრა, რომ თუ ისინი არ რჩეულიყვნენ წასვლას და არ დაბრუნებულიყვნენ, მაშინ ისინი უკვე არ იყვნენ მისი ოჯახი. ოფიციალურად საქმე დახურეს 2012 წლის ნოემბერში, 18 წლის შემდეგ. რიჩარდი ცხოვრობდა კიდევ 5 წელი. მან არასოდეს გაიგო რა მოხდა. მან არასოდეს იცოდა რატომ. 2017 წლის იანვარში 66 წლის ასაკში რიჩარდ ვუდი მშვიდად გარდაიცვალა ძილში. მის დასაფლავებაზე სუზანმა, მისმა მეორე ცოლმა, თქვა, რომ რიჩარდი ყოველთვის ატარებდა ერთ მცირე ფოტოს საფულეში, ფოტოკლერის, როცა ის იყო 7 წლის, გაღიმებული და ბედნიერი. დღეს, წლების შემდეგ, საქმე კვლავ დახურულია. ფოტო მონპელიედან კვლავ არსებობს, მაგრამ არავინ იცის, ვინ არიან ის ქალები. არავინ იცის, სად არიან ისინი ახლა. არავინ იცის, რა მოხდა მათ 1997 წლის აგვისტოს შემდეგ. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი შეიძლება ცოცხალი იყვნენ, სადმე, ახალი სახელებით, ახალი ცხოვრებით. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ ელენი და კლერი ამ ფოტოზე. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ არასოდეს გავიგებთ. ის რაც ვიცით არის ის, რომ ორი ქალი ერთხელ იყვნენ აქ, მათ ჰქონდათ ოჯახი, მათ ჰქონდათ სახლი, მათ ჰქონდათ ცხოვრება და შემდეგ ერთ დღეს ისინი გაქრნენ. და შესაძლოა მათ უბრალოდ აირჩიეს ეს. და შესაძლოა ეს არის ყველაზე რთული ნაწილი, იმის ცოდნა, რომ ზოგჯერ ადამიანები ქრებიან, არა იმიტომ, რომ მათთან რაღაც ცუდი მოხდა, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა რამე აირჩიეს და არ გვითხრეს რატომ. მეგობრებო, ახლა როცა ეს ისტორია დასრულდა, მინდა რამდენიმე წუთით გითხრათ, რას ვფიქრობ ამ საქმეზე. იცით, როცა პირველად წავიკითხე ელენისა და კლერის გაქრობის შესახებ, ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა კიდევ ერთი ტრაგედია, კიდევ ერთი საშინელი მოვლენა, სადაც ვიღაც ცუდი ადამიანი გააკეთა ვიღაც ცუდი რამ. მაგრამ რაც უფრო ღრმად ჩაუღრმავდი ამ საქმეს, მით უფრო ხვდებოდი, რომ სიმართლე შეიძლება იყოს გაცილებით უფრო რთული და გაცილებით უფრო მტკივნეული. იმ ფოტო მონპელიედან გადაღებული 1997 წელს, 3 წლის შემდეგ გაქრობისა, ყველაფერი შეცვალა. თუ ეს მართლაც იყო ელენი და კლერი და ბევრი დეტალი ამას ადასტურებს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ისინი არ იყვნენ გატაცებული. ისინი არ იყვნენ დაკარგული. ისინი იყვნენ იქ, მონპელიეში, თავისი ნებით ცხოვრობდნენ, ყიდულობდნენ პურს, დადიოდნენ ბიბლიოთეკაში, არსებობდნენ და ირჩევდნენ არ დაბრუნებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მძიმედ მწვავს. არა ძალადობა, არა დანაშაული, არამედ არჩევანი. არჩევანი გაქრობისა, არჩევანი სიჩუმისა, არჩევანი იმისა, რომ შენს ოჯახს არ უთხრა სად ხარ და კარგად ხარ თუ არა. ვცდილობ წარმოვიდგინო, რას გრძნობდნენ ისინი. რას გარბოდნენ. რა იყო იმდენად საშინელი, რომ უპირატესობა მიანიჭეს გაქრობას სახლში დაბრუნებაზე. რა იყო იმდენად მძიმე, რომ რუთი საბრალო დედა ცხოვრობდა 11 წელი ლოდინში და გარდაიცვალა იმის გაგების გარეშე, რა მოუვიდა მის შვილებს. რიჩარდი, რომელმაც ტარება 23 წელი ბრალის გრძნობით და გარდაიცვალა პასუხების გარეშე. ვფიქრობ, რომ ამ ისტორიის ყველაზე საშინელი ნაწილი არ არის გაუცნობი. ეს არის ის, რაც ვიცით. რომ ზოგჯერ ადამიანები ქრებიან არა იმიტომ, რომ მათ აიძულეს, არამედ იმიტომ, რომ ისინი თავად ასე გადაწყვიტეს. და ისინი ტოვებენ უკან ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ეძებენ პასუხებს, რომლებიც არასოდეს მოვა. ეს ამბავი გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი საიდუმლოები არ არის ძველ სახლებში ან დაკარგულ ტყეებში. ისინი არის ადამიანების გულებში. ადამიანებში, რომლებიც ერთ დღეს აძლევენ გადაწყვეტილებას და არასოდეს გვიხსნიან რატომ. და ახლა მინდა თქვენ გკითხოთ რაღაც. იცით თუ არა ვინმე, ვინც უკვალოდ გაქრა? ვინმე, ვინც უბრალოდ წავიდა და აღარ დაბრუნდა? როგორ მოახდინა გავლენა ეს თქვენს ცხოვრებაზე? და თუ თქვენ ოდესმე გიფიქრიათ გაქრობაზე, თქვენი წარსულის დატოვებაზე, ყველაფრის მიტოვებაზე და დაწყებაზე თავიდან სხვაგან, რა შეაჩერა? ან არ შეაჩერა? დაწერეთ კომენტარებში. ამ ისტორიებს სჭირდებათ გაზიარება, რადგან როცა ვლაპარაკობთ, ჩვენ ნაკლებად ვგრძნობთ თავს მარტო იმ უპასუხო კითხვებით. და ბოლოს, მინდა გითხრათ ეს, ელენი და კლერი ბრაიტები შეიძლება იყვნენ სადმე ახლაც. შეიძლება ისინი ცხოვრობენ სხვა სახელებით, სხვა ქვეყანაში, სხვა ცხოვრებით. შეიძლება ისინი ბედნიერები არიან. შეიძლება ისინი დანანებული არიან. შეიძლება ისინი ფიქრობენ იმ ადამიანებზე, რომლებიც დატოვეს. ან შეიძლება არა. და ეს არის ის, რასთანაც ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ. არა პასუხებთან. არამედ იმის ცოდნასთან, რომ ზოგჯერ ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდით, ხდებიან უცხოები. და ყველაზე საშინელი არ არის მათი გაქრობა.
ყველაზე საშინელი არის ის, რომ შესაძლოა ისინი არასოდეს უნდოდათ, რომ მათ მოგვეძებნათ. გმადლობთ ყურადღებისთვის. დატოვეთ თქვენი აზრები კომენტარებში. გამოიწერეთ არხი. და გახსოვდეთ, ზოგჯერ ყველაზე დიდი საიდუმლოებები არ იხსნება. ისინი უბრალოდ რჩებიან ჩვენთან, მთელი ცხოვრება როგორც კითხვები, რომლებსაც არასოდეს არ ექნება პასუხი.